ყველანაირი უბედურებისა არის გაუნათლებლობა, სიბეცე, თვალსაჭერის არქონა და უგუნურება. რას გულისხმობ? არ ვიცი, პორნოგრაფიად, თუ თქვენ პორნოგრაფიად მიიჩნევთ შიშველს სხეულს და ამ შიშველის სხეულების ურთიერთობას ან ურთიერთქმედებას, მაშინ თქვენთვის პორნოგრაფია იქნება მიქელანჯელო, თქვენთვის არის პორნოგრაფია იქნება ბოკაჩო, ჟან ჟენე, მაშინ აგრძელოთ ტრიერის ფილმები, კუბრიკი, ბერტოლუჩი, აღარ წავიკითხოთ გიუნტერ გრასი, ანაის ნინი. ანუ აღარ მივიღოთ თუნდაც კონსტანტინე გამსახურდია, როგორც თქვენ თქვით. ანუ ესე იგი, აღარ მივიღოთ განათლება, აღარ განვითარდეთ როგორც ადამიანები. შევწყვიტოთ ქმნადობა და საზოგადოება, რომელიც არ ქმნის, განწირულია დასაღუპად. ცხოველებს რა შეიძლება მეტი? საკითხული ტექსტიდან შინაარსის გამოტანა. დავაცადეთ, ქალბატონლალი, ერთი წამით დავაცადოთ. ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გაითვალისწინონ მოწინააღმდეგე ადამიანების აზრი, ადამიანებისგან, რომლებსაც არ შეუძლიათ გაითვალისწინონ მოწინააღმდეგე ადამიანების აზრი, განსხვავდებიან მხოლოდ იმით, რომ აქვთ დაუშრეტელი სურვილი მიიღონ განათლება და ახალი ინფორმაცია, გაანალიზონ და გამოიტანონ ადეკვატური შინაარსი. რაღაცის ხელაღებით მტკიცება, როდესაც ჩვენ არ გაქვს არანაირი საფუძველი, არანაირი ცოდნა, არანაირი ბაზა. არის არ ვიცი რა დავარქვა, ანუ რეალურად აქ ხდება ყველაფრის პროფანაცია. ანუ პორნოგრაფიად მონათლა იმის, რაც არის ხელოვნება, რაც არის რაღაცის შექმნის მცდელობა, არის აბსურდი და არ შეიძლება ყველგან ვეძებდეთ ზნეობის ალმებს, რომლებიც ფრიალებს. არსებობს ნაწარმოებები, რომლებიც უბრალოდ შემქმნელობა შექმნეს იმიტომ, რომ მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზაცია და გარშემოყოფებს გაუზიარონ ის, რაც მე დანარჩენმა უნდა გაუზიარონ სხვებს და ეს არის შეუქცევადი პროცესი. ესე ვიქნებით და ესე ვითარდება.